საღამოშიდობის 22 ივლისს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გიყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. საქართველოს ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის ემზადება 2026 წლის გაზაფხულზე მთავრობა $500 მილიონ ახალი ევროობლიგაციის გამოშვებას გეგმავს, რითაც 2021 წელს გამოშვებული ევრობონდების გადაფარვა უნდა მოხდეს. პრემიერ-მინისტრის მტკიცებით ვიზა ლიბერალიზაციას ეკონომიკაზე გავლენა არ აქვს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას მინუსიც აქვს მიგრაციის წახალისება, რაც მისი თქმით უკვე ბალტიის ქვეყნების მაგალითზე გამოჩნდა. 6 თვეში საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ უნგრული ბიუჯეტური ვიზიარი ლიდერობს და ბაზრის 18% უკავია. მეორე ადგილს ასევე ბიუჯეტური პეგასუსი იკავებს ბაზრის 8%-იანი წილით. მიმდინარე წლის 6 თვეში კომპანიას წლიური ზრდა ასევე 8% აქვს და 284,000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. მესამეზე ქართული Georgian Airways-ია, ბაზრის წილი 8%-ია. საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება მცირდება. TBC კაპიტალის ინფორმაციით 6 თვეში ელექტროენერგიის გამომუშავება თითქმის 10%-ით 6626 გიგავატ-საათამდეა შემცირებული. ივნისში მაჩვენებელმა 1343 გიგავატ-საათი შეადგინა, რაც 11,2%-ით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 20,1% საქართველოს რეზიდენტად ითვლება. ეროვნულმა ბანკმა მათი დანახარჯები ტურიზმის შემოსავლებში არ გაითვალისწინა. საქართველოს ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის ემზადება 2026 წლის გაზაფხულზე მთავრობა $500 მილიონ ახალ ევროობლიგაციას გამოუშვებს, რითაც 2021 წელს გამოშვებული ევრობონდების გადაფარვა უნდა მოხდეს. მთავრობამ ახალი ფასიანი ქაღალდის განთავსების მიზნით სპეციალური კომისია დააკომპლექტა. განკარგულების მიხედვით, ფასიანი ქაღალდის გამოშვებაში მონაწილეობისთვის მთავრობა მოლაპარაკებებს JP Morgan-თან, Citibank-თან, Barclays-თან, Goldman Sachs-თან, HSBC-სთან და სხვა გლობალურ საფინანსო ორგანიზაციებთან გამართავს. ასევე მოლაპარაკებები გაიმართება Galten-Tagar-თან და TBC კაპიტალთან. ამ დროისათვის საქართველოს $500 მილიონი ევროობლიგაციები აქვს გამოშვებული და ფასიანი ქაღალდის კუპონის განაკვეთი 2.75% იყო. შესაბამისად, მაგალითად 2024 წელს ევრობონდის განაკვეთის მომსახურება ბიუჯეტს $27 მილიონი დაუჯდა. რამდენად შეძლებს ქვეყანა კვლავ ასეთ დაბალ განაკვეთში თანხის ესხებას, ეს უცნობია. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ წელს საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე 2021 წლისგან კარდინალურად განსხვავებული ვითარებაა. საქმე ის არის, რომ 2021 წლის ბოლოს და შემდგომ 2022-2023 წლებში მსოფლიოში საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად გაიზარდა, რაც დასავლეთში მნიშვნელოვან ინფლაციურ ტალღას უკავშირდებოდა. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში კრედიტის მოზიდვა კიდევ უფრო გაძვირებულია. ვიზა ლიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს არის ცარიელი სპეკულაციები, ამბობს ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე. მისი აზრით, ერთი მინუსი, რაც ვიზა ლიბერალიზაციას აქვს, ეს არის მიგრაციის წახალისება. პრემიერს მიაჩნია, რომ ვიზა ლიბერალიზაციის არარსებობის პირობებში ბევრად მეტი საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში დარჩებოდა, შესაბამისად სამუშაო ძალა გაიზრდებოდა და ეს პირდაპირ ეკონომიკური ზრდის ტემპით დამატებით გაუმჯობესებაზე აისახებოდა. ყველაფერი დანარჩენი ვიზა ლიბერალიზაციის და ეკონომიკის კავშირის შესახებ ქვეყნის პრემიერისთვის, როგორც თავად ამბობს, სპეკულაცია. რას ამტკიცებს ირაკლი კობახიძე და რა არის რეალურად, ან რა გავლენა ექნება უვიზო რეჟიმის დაკარგვას ქვეყნის ეკონომიკაზე? ამ კითხვებზე პასუხებს ელენე გოგბერაშვილის სიუჟეტში მოისმენთ. Absolutურად არავითარი კავშირი არ აქვს ვიზა ლიბერალიზაციას ეკონომიკის ზრდასთან. აქ საუბარი ერთადერთ რამეზე, ვიზის რიგში ჩადგები თუ არ ჩადგები. ეს რა თქმა უნდა ეკონომიკაზე არ აისახება. ირაკლი კობახიძე ვიზა ლიბერალიზაციის ეკონომიკასთან კავშირს ვერ ხედავს და თვლის, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლის მთავარი მინუსი მიგრაცია, რისი გავლენითაც ქართული ოცნება ქვეყანაში სამუშაო ძალას ვერ ზრდის. თუმცა ქართულ ოცნებაში იმასაც აღიარებენ, რომ ქვეყნიდან სამუშაო ძალის გადინების მიზეზი არა ვიზა ლიბერალიზაცია, არამედ ეკონომიკური მდგომარეობა, რის გამოც ათასობით ადამიანისთვის სწორედ ევროკავშირის სახელმწიფოებში დროებითი თუ გრძელვადიანი დასაქმება შემოსავლის მთავარი წყაროა.
ირაკლი კობახიძე შეიძლება თვლის, რომ ვიზა ლიბერალიზაციას არანაირი კავშირი ქვეყნის ეკონომიკასთან არ აქვს, თუმცა ეს შედეგები დათვლადია. ვიზა ლიბერალიზაციამდე არსებულ მაჩვენებლებს რომ შევხედოთ, მაგალითად, ეგრეთ წოდებული რემიტანსები, იგივე ფულადი გადმორიცხვები ევროკავშირის ქვეყნებიდან გაუთქმაგდა მას შემდეგ, რაც საქართველოსთან ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა გახდა შესაძლებელი. ვიზა ლიბერალიზაციამ გაადვილა მობილობა და შექმნა ევროპაში დროებითი დასაქმების შესაძლებლობა. შესაბამისად, სტემსკეილის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ამბობს, რომ ფულად გადმორიცხვებში მნიშვნელოვანი წილი სწორედ ამ ადამიანებზე მოდის, რომლებიც ევროკავშირში დროებით სამუშაოებზე საქმდებიან. 2025 წლის ივნისის მდგომარეობით ფულადი გზავნილების 45% იყო ევროკავშირის ქვეყნებიდან, 140 მილიონ დოლარზე მეტი. და ამას ჰქონდა ზრდის ტემპი 140 მილიონიდან გადმორიცხვების წილი საკმაოდ დიდი ნაწილია მოდის იმ ადამიანებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში მიდიან აი ამ სამთვიანი პერიოდის მანძილზე. 315 მილიონია გადმორიცხვები ჯამში საქართველოში 2015 წლის ივნისის მდგომარეობით. ახლა წარმოიდგინეთ მოხმარებას რა დაემართება ამ 315 მილიონს, რომ გამოვაკლოთ ეს 140 მთლიანად არა 140 მილიონი, მაგრამ ამ 140 მილიონის დაუშვათ რაღაცა ნაწილი რომ გამოვაკლოთ. ახლა ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა ნაწილი მოდის ამ გადმორიცხვების იმ ადამიანებზე, რომლებიც აი ესე მიდიან დროებით და შემდეგ ბრუნდებიან და მერე ისევ მიდიან, მაგრამ როგორც გითხარით, ვიზა ლიბერალიზაციამდე იმდენად დაბალი იყო ეს მაჩვენებელი იმასთან, რაც ახლა გვაქვს, რომ სრულიად აშკარაა, რომ საკმაოდ დიდი წილი არის ამის. ჯოქეისის მრჩეველი ნიკოლოზ ალავიძე პროგნოზირებს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკას მინიმუმ ორჯერ შეამცირებს. მისი თქმით, ეს პირველ რიგში იმოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ევროკავშირიდან ფულად გზავნილებში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. ამ პროცესს კი ბუნებრივია დომინოს ეფექტი ექნება და გავლენას მოახდენს თითქმის ყველა სფეროზე. მაკროეკონომიკურ ჭრილში კი სავიზო ფორმალობები ეკონომიკიდან ფულადი მასის ამოღებას გამოიწვევს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მინიმუმ 400-500 მილიონი დოლარის ან ევროს ფარგლებში, ნუ პლუს მინუს შეიძლება ყისიერად შეგვიმცირდეს. ეს რას ნიშნავს ეკონომიკისთვის? ხო, ეს პირველ რიგში ნიშნავს ძალიან მძიმე დარტყმას მოსახლეობის აი ამ თვითდასაქმებული სტატისტიკაში მოხდილი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რომლებიც ძალიან არიან დამოკიდებული და დომინოს პრინციპით გადანაწილდება იგივე სამხმარებლო ბაზარზეც ნებისმიერი დაწყებული სამხმარებლო ელექტრონიკის მაღაზიებიდან ბანკებით გაგრძელებული და სესხების მომსახურებასაც გაართულებს, იმიტომ ბევრი სესხი არის, რომელიც არის გაცემული ამ შემოსავალიდან გამომდინარე. ეს რა თქმა უნდა წნეხს გაზდის ლარზეც, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ლარის რაღაც სიმყარე და ბუტაფორიული ამბავი უფრო ხელოვნური პროცესია და ჩვენ გვჭირდება ვალუტის შემოდინება. მეორე ნაწილი და ჩანაცვლებადი ადვილი ეს არ არის. მაკროეკონომიკურ ნაწილსაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაცია, ჩვენ ხო ვიცით, რომ არ არის მარტო ვიზის რიგში დადგომა, ხო? ეს არის დამატებითი ხარჯი იმ ადამიანებს, ვისაც ევროპაში საქმე აქვს და საქმიდან გადის, ეს არის ძალიან დიდი ნაწილი მცირე ბიზნესის, ვისაც გაუჭირდება ვიზის მიღება. თუნდაც სავიზო მოსაკრებელში გაზრდილი გადასახადი, ესეც არის ის ჯანსაღი ფულადი მასის ამოღება ეკონომიკიდან, რომელიც ამ ეკონომიკას უნდა ხმარდებოდეს, თუნდაც იგივე სამხმარებლო ბაზარს. დასაქმების ბაზარზე მოქმედი კომპანიების ნაწილი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების რისკების გათვალისწინებით ღიად ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმება მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროკავშირიდან ფულად გზავნილებს და იმოქმედებს იმ ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე, ვისთვისაც ევროკავშირის სახელმწიფოებში დროებით თუ გრძელვადიანად დასაქმების პერსპექტივა თავის გადარჩენის უალტერნატივო შესაძლებლობა იყო. როგორც ირკვევა შრომის ბაზარზე ძალიან დაბალი ანაზღაურების გამო, საქართველოსთან წლის განმავლობაში ათასობით ადამიანი მიდის ევროპაში სამუშაოდ. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება გამოიწვევს, რა თქმა უნდა, ამ ტიპის სამუშაოების გართულებას. ეს ბუნებრივია შემდგომ გამოიწვევს იმას, რომ შემცირდება უცხოეთიდან ფულადი გზავნილები, რაც ამ ოჯახებისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა. ათასობით ადამიანი ყოველ წელს მიდის საქართველოსთან ამ გზით. განსაკუთრებით, როცა სეზონურ სამუშაოზეა საუბარი, მაგ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი მიდის. და ბევრი ოჯახისთვის არის ეს შემოსავლის წყარო. და პრაქტიკულად ჩვენ გამოგვდის, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების გზით ამ ადამიანებს ამ საარსებო წყაროსაც ვუქრობთ.
სწორედ ევროკავშირთან ვიზო მიმოსვლა გახდა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარების საფუძველი, რასაც ქვეყანაში არაერთი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლა და შედეგად ტურისტების ნაკადიც მოჰყვა. 2017 წელს, როცა შენგენის წევრ სახელმწიფოებთან ვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, 2016 წელთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტები 20%-ზე მეტად გაიზარდა. ზრდის ტემპი კიდევ უფრო მასშტაბური იყო 2018 წელს. ევროკავშირიდან ტურისტების რაოდენობამ კი პიკს 2019 წელს მიაღწია და COVID პანდემიის შემდგომ აღნიშნულ ნიშნულს ჯერაც ვერ დაუბრუნდა. ტურისტული კომპანიების უმრავლესობა პირდაპირ ამბობს, რომ ვიზო რეჟიმის გაუქმება მოგზაურობასთან მიბმულ სერვისულ ბიზნესებს პირდაპირი მნიშვნელობით გააქრობს და გავლენა ექნება საავიაციო ბაზარზეც. ტურისტებს იქნებს გზავრთან ნაკადი მთლიანად მთელი წლის განმავლობაში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ვიზო რეჟიმი ჯერ კიდევ არ იყო სრულფასოვნად გამოქვეყნებული, სულ რაღაც 400,000 ადამიანი იყო წლის განმავლობაში გზავრთან ნაკადი. დღეს მაგალითად 2024 წლის მონაცემით ქუთაისის აეროპორტში ვიზო რეჟიმის მოქმედების პერიოდში 1,700,000 მგზავრით არის გაზრდილი ჯამში აეროპორტში ამ გზავრთან ნაკადი. ანუ თქვენი წარმოიდგინეთ, თუ ვიზო რეჟიმი გაუქმდება, მინიმუმ ქუთაისის აეროპორტი ყისიერად იმ დღესვე, იმ დღიდან მოყოლებული ამ წლიურად დაკარგავს 1,000,000-მდე ადამიანს, ანუ გზავრთან ნაკადს გულისხმობ და დაუბრუნდება 2017 წლიან ნიშნულს და პერიოდს და სავარაუდოდ ეს გამოიწვევს ამ 1,700,000 აწყობილი სერვისების ყისიერად ჩამოშლას. გაყოდება იგივე გადამზიდავები ამ ადამიანების იგივე სერვისის მიწოდებები, სასტუმროები, რომლებიც ციტა ჩამოკიდებული არიან ამ გზავრთან ნაკადის მომსახურებაზე. იმ ავიაკომპანიების ნაწილში, რომლებიც ახლა ოპერირებენ ქუთაისში, მათთვის აზრს დაკარგავს ამ მასშტაბით ოპერირება და ისინი ალბათ შეამცირებენ პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ფრენების სიჭირეს და მიმართულებებს. ვიზა ლიბერალიზაცია ეკონომიკის კონტექსტის მიღმაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ევროპული სივრცის გახსნამ არანაკლებ მნიშვნელოვანი წინსვლა გამოიწვია განათლების მიმართულებით. ვიზო რეჟიმმა საგრძნობლად გააადვილა პირველადი წვდომა ევროპულ უნივერსიტეტებთან, გასვლით პროგრამებთან. ვიზა ლიბერალიზაცია ეგზისტენციალური მნიშვნელობის გახდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მკურნალობის მიზნით მიდიან ევროპაში. გადაუჭარბებლად შეიძლება იმის თქმა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებით საკითხი ნამდვილად არ დგას. ვიზით თუ უვიზოთ ვიმოგზაუროთ ევროპაში. პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე რა გამოწვევები მოჰყვა ვიზა ლიბერალიზაციას, მისივე შეფასებით კომენტარი დეპუტატმა ნინო წილოსანმაც გააკეთა. ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ რაც თქვა კობახიძემ, სწორად გავიგოთ. წილოსანის თქმით, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ვიზა ლიბერალიზაციამ რა თქმა უნდა გაამარტივა შრომითი მიგრაცია, რის შედეგადაც თავისთავად გაიზარდა მიგრანტების რაოდენობა. ქართული ოცნების დეპუტატის მტკიცებითვე, ხელისუფლება საზღვარგარეთ დასაქმებულ მოქალაქეებს გაორმაგებულ და გასამაგებულ ეკონომიკას თავაზობს სამშობლოში. 2012 წლის შემდგომ ქართული ეკონომიკა გასამაგდა და ბოლო წლების მანძილზეც განსხვავებით იმ ქვეყნებისაგან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებისაგან, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები მუშაობენ, ჩვენი ეკონომიკა იზრდება ორნიშნა ციფრით, ხოლო ევროპის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9%-თან არის მიახლოებული. შესაბამისად, ვთავაზობთ იმას, რომ საკუთარ სამშობლოში მათ ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რომ იშოვონ და იპოვონ ღირსეული სამუშაო და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ, თქვა ნინო წილოსანმა. ბათუმელებმა ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ძირით თანხა 47,000 ლარი დაფარა. დავალიანების დაფარვა მკითხველის მხარდაჭერით მოხერხდა. გამოცემა წერს, რომ მათი ინფორმაციით ამ ეტაპზე ბათუმელებს გადასახდელი დარჩათ ძირ თანხაზე დარიცხული საურავი და ჯარიმა. საურავი 126,000 ლარი, ჯარიმა 109,000 ლარი. განცხადებაში წერია, რომ ბათუმელებს სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდნენ თანხას მის დასაფარად. ინკასოს მუქარის შემდეგ ბათუმელებმა შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართეს და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შესაძლებლობებით და სარგებლობა და ვალის გადასახდელად გრაფიკი ითხოვეს. მათი თქმით, შემოსავლების სამსახურისგან უარი მიიღეს ამ კომუნიკაციისას. შემოსავლების სამსახურმა ბათუმელების საგადასახადო დავალიანების შესახებ განცხადება 22 ივლისს გაავრციელა და თქვეს, რომ მედია პლატფორმას 282,191 ლარის საგადასახადო დავალიანება უფიქსირდება და ანგარიშებზე ყადაღის დადება
მუშაობა ავტომატურ რეჟიმში ხდება, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში ყადაღა მოიხსნას. თავის მხრივ ბათუმელების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მათ სადე შემოსავლების სამსახურს შორის რამდენიმე კომუნიკაცია იყო, თუმცა ბოლო უარი შეპს ბათუმელებმა 21 ივლისს მიიღო. სახელმწიფო პროექტებში რისკები არასწორად არის გადანაწილებული, რაც სექტორს რისკიანს ხდის, ამბობს საქმის კურსთან ინტერვიუში ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. როგორც ცნობილია, სახელმწიფო შესყიდვებში არსებულ გამოწვევებზე ბიზნესი წლებია, რაც მიუთითებს და ერთ-ერთი პრობლემური საკითხი მათივე შეფასებით ტენდერების ღირებულება. ამბობენ, რომ განფასება ხშირად რეალობას არ ასახავს, რის გამოც კონკრეტულ ტენდერებში კომპანიებს მონაწილეობა აღარ უღირთ. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა მთავარ აქცენტს მაღალ ხარისხზე აკეთებს, რასაც ბიზნესი მიესალმება, თუმცა მაღალი ხარისხის მისაღწევად აუცილებელი არის პროექტების ადეკვატური განფასება. მისი თქმით, დღეს სახელმწიფო ტენდერებში რისკები სწორად არ არის გადანაწილებული, რაც სექტორს რისკიანს ხდის. გიორგობიანი გამოსავალს სახელმწიფო ტენდერებში ერთ-ერთ გზად ინდექსაციის პუნქტის, როგორც სავალდებულო მექანიზმის შემოღებას ხედავს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ ურთიერთობაში წარმოადგენს ის, რომ ამ პროცესში რისკები არასწორად არის გადანაწილებული. ეს არის ყველაზე ერთი, რაც პროცესს და მათ შორის კერძო მოთამაშეებისთვის და სერვისის მიმწოდებლებისთვის სექტორს მაღალ რისკიანს ქმნის. ეს თავისუფლად უზრუნველყოფს დაბალ კონკურენციას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო სწორედ იაზრებს ამ გარემოებას შესაბამისად იმისათვის რომ შემცირდეს სექტორში რისკიანობა, ეს არის ამისათვის სწორედ უნდა გადანაწილდეს მხარეებს შორის რისკები. ინდექსაცია თამაშობს აზღვევს იმ რისკს, იმიტომ რომ ეს არის ფასებთან დაკავშირებული. ფასზე ზეგავლენა და კონტროლი არ შეუძლია არც შემსყიდველს და არც მით უმეტეს შემსრულებელს. ვებულობთ მე ვარდებში გაწეულ პროექტებს და ასეთთან როგორც არაერთხელ მithქვამს, რომ კარგი ფასი უზრუნველყოფს ვადებსაც და ხარისხსაც რა. შესაბამისად მივესალმებით იმას, რომ ხარისხი ხდება პრიორიტეტი, შესაბამისად იმედი გვაქვს, რომ და ამაშიც გაგება გვაქვს, რომ ხარისხი მხოლოდ შესაბამისი ფასით მიიღწევა და ვადებიც. ინფრასტრუქტურული პროექტების იმპლემენტაცია გაცილებით ადრე დაიწყება, შეაფასებს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსში შესულ ცვლილებებს. გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებები შევიდა, პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება 26 ივნისს მიიღო და წარმოდგენილი ცვლილებების მიზანი ბიზნესისთვის გარემოზე ზეგავლენის შეფასების პროცედურების გამარტივება იყო. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომზადებული საკანონმდებლო წინადადება საკანონმდებლო ორგანოში დაკორექტირდა. გარემოს დაცვითი კონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლების შეფასებით პირვანდელი ინიციატივის მოდიფიკაციის მიუხედავად გეზეშეს განხილვის პერიოდი გაიზარდა, თუმცა ფასიანი სერვისი ამოქმედდა და მისი ღირებულების ზედაზღვარი 15,000 ლარით არის განსაზღვრული. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი საქმის კურსთან აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც კოდექსში შევიდა, კონკრეტული ვადებია დადგენილი და ბიზნესისათვის ამან პროცესი გაამარტივა. ირაკლი გიორგობიანის განცხადებით, აქამდე ბიზნეს პროექტის იმპლემენტაციის სტადიაზე გადასასვლელად გარემოზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის მოპოვებით გათვალისწინებული 18 თვე მაინც სჭირდებოდა, რაც პროექტს აჭიანურებდა. მნიშვნელოვანი დოკუმენტი არის და მანდატორი დოკუმენტს წარმოადგენს დიდ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. შესაბამისად, თუ ამ დოკუმენტზე ჩვენ განუსაზღვრელ ვადას ხარჯავთ, რა თქმა უნდა, იმ პროექტების განხორციელებაც ვადაში იწევს. აქედან გამომდინარე, ცალსახად პოზიტიური არის, რომ ფაქტიურად დაგეგმილი თუ განსაზღვრული კაპიტალური ინვესტიციები თუ ინფრასტრუქტურული პროექტების იმპლემენტაციის სტეიჯი უფრო გაცილებით ადრე დაიწყება, ვიდრე აქამდე იწყებოდა. ცალსახად პოზიტიური არის, რომ თვითონ სამინისტრო საკმაოდ პრობიზნესნარი განწყობილი და პრაქტიკაში ნანახი პრობლემების გადაჭრის გზად სწორედ საკანონმდებლო ინიციატივა იქნა წარდგენილი. თუმცა მეორე მხრივ გარემოს დამცველებისთვისაც პრიორიტეტია ამ შემთხვევაში გარემო წარმოადგენს და ამ ეტაპზე მოხდა იმ ვარიანტის მიღება, რაც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ეს იმას აღნიშნავს, რომ პროცესში გამოვლენილი ხარვეზების დარწმუნებული ვარ, რომ გააჩენს იმის შესაძლებლობას, რომ თუ რამე დაზუსტება დაჭირდება კანონს დაზუსტება,
თუმცა ცალსახად პოზიტიური არის იმ განმეორებასთან შედარებით, რაც მანამდე იყო. 23 ივლისს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ჯასტინ ტიბერლეიკის კონცერტის გამო დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. დილის 7 საათიდან 24 ივლისის 1 საათამდე სრულად აიკრძალება საავტომობილო მოძრაობა წერეთლის გამზირზე, მეტროსადგურ წერეთლის მიმდებარე ტერიტორიიდან მიხეილ წინამძღვრიშვილის და გიორგი ცაბაძის ქუჩების კვეთამდე, დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე ქუთაისის ქუჩის კვეთიდან შოთა იამანიძის ქუჩის კვეთამდე. ყანსტრაზოილის მონაცემებით წლის პირველ ნახევარში ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გაიზარდა. ბათუმის პორტიდან შემცირებულია. ჩინური გადახდის სისტემა Union Pay საბანკო ბარათებმა, რომლებიც რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფო ბანკ როსელხოზბანკის მიერ არის გამოშვებული, საქართველოსა და ევროკავშირის 27 ქვეყანაში მუშაობა შეწყვიტა. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების დოკუმენტის თანახმად, ივნისში დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გარკვეულ საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო 302,043 ლარის ჯარიმა დაიწერა. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტების ფინანსური დახმარებისთვის გამოსაყოფი თანხა თითქმის 22 მილიონი ლარით იზრდება და 46,434,400 ლარს შეადგენს. ყველაზე მეტი თანხა ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის 9,200,000-ია გამოყოფილი. 22 ივლისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილება მთეთრის 7 მიასეთი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2 ლარი და 71 თეთრია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით თეთრით და 60 მიასეთით გაუფასურდა და შედეგად 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3 ლარი და 17 თეთრია. თეთრი 74 მიასეთით გაუფასურდა ლარი გირვანკა სტერლინგთან და მისი ფასი 3 ლარი და 66 თეთრის ფარგლებშია. ლარის თურქული ლირას კურსი 6 თეთრი და 71 მიასეთია. სუბსიდირებული იპოთეკური სესხების რაოდენობა 8,000 მიაღწია, ხოლო იმ სესხების თვლიანი მოცულობა, რომელზეც სუბსიდია ვრცელდება, 922 მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამის ბოლო მონაცემებს სააგენტო აწარმოებს საქართველოში ახლებს იპოთეკური კრედიტის სუბსიდირების პროგრამისათვის მიმართვა შეუძლიათ ოჯახებს თუ კრედიტის აღების დროს 1 წლამდე შვილი ჰყავთ. 2025 წლის პირველ კვარტალში პროგრამას 322 ბენეფიციარი დაემატა, რომელთა კრედიტების ჯამიც 47 მილიონი ლარია. პროგრამა გულისხმობს იპოთეკურ სესხებზე დარიცხული 100% სარგებლის სუბსიდირებას 5 წლის განმავლობაში. სესხის მაქსიმალური ლიმიტი 200,000 ლარია. სააგენტოში განმარტავენ, რომ ოჯახებს პირველ და მეორე შვილზე საშუალება აქვთ მიიღონ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5%-ით, რაც დღეს მდგომარეობით 4,5%-ს უტოლდება. მესამე და შემდგომ შვილზე კი რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5%, რაც ამ დროისათვის 6,5%-ია. ამ წლის პირველ კვარტალში იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე სულ 7,600,000 ლარი დაიხარჯა. 2025 წლის პირველ 6 თვეში ექსპორტზე $1,200,000,000 ღირებულების 59,000 ავტომობილი გავიდა, რაც ავტომობილების რეექსპორტის რეკორდული მაჩვენებელია და 2024 წლის იგივე პერიოდის შედეგს 30%-ით, ანუ $283 მილიონით აღემატება. გასული წლის მსგავსად საქართველოდან ყველაზე დიდი ღირებულების $628 მილიონი ავტომობილები ექსპორტზე ცენტრალური აზიის უღარიბეს ქვეყანაში ყირგიზეთში გავიდა. რეექსპორტზე, სადაც გატანილი ავტომობილის საშუალო ფასი $32,000-ია. თავის მხრივ ყირგიზეთში ძვირად ღირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა მაღალია, რადგან ამ ქვეყანაში რუსეთის მიმართ დაწესებულ სავაჭრო სანქციებს არ უერთდებიან და ყირგიზეთიდან დილერები ავტომობილებს რუსეთის ფედერაციაში ყიდიან. ხშირ შემთხვევაში ავტომობილები ყირგიზეთში საერთოდ არ ჩადის და ყირგიზი ავტოდილერები მათ გზიდანვე რუსეთის ფედერაციაში ყიდიან. ამავე დროს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყირგიზეთში საქართველოდან ავტოექსპორტი 52%-ით $213 მილიონი გაიზარდა. ასევე 16%-ით $49 მილიონი გაიზარდა ავტოექსპორტი ყაზახეთში. სანაცვლოდ კი 53%-ით არის შემცირებული ავტოექსპორტი სომხეთის მიმართულებით.
ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გაიზარდა. ბათუმის პორტიდან კი შემცირდა. 2025 წლის პირველი ნახევრის შედეგები ყანსტრას ოილმა შეაჯამა. ყაზახური ნავთობ კომპანიის მონაცემებით წელს 6 თვეში აქტაუს პორტში ტანკერებში 1,794,000 ტონა ნავთობი ჩაიტვირთა, რაც 5%-ით მეტია გასული წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის 785,000 ტონა ყაზახური ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში ჩაიტვირთა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კლება ბათუმის პორტში, ბათუმის ნავთობ ტერმინალის მეშვეობით ნავთობპროდუქტების და გაზის გადატვირთვის მოცულობა 805,000 ტონა შეადგინა, ეს 15%-ით ნაკლები არის 2024 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე. ყანსტრას ოილის მონაცემებით შემცირება გამოიწვია ზოგიერთი გადაზიდვის გადავადება. საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება მცირდება. TBC კაპიტალის ინფორმაციით 6 თვეში ელექტროენერგიის გამომუშავება თითქმის 10%-ით 6622 გიგავატ-საათამდეა შემცირებული. ივნისში ამ მაჩვენებელმა 1343 გიგავატ-საათი შეადგინა, რაც 11.2%-ით ნაკლები არის გასულ წელთან შედარებით. გამომუშავების კლებასთან ერთად გრძელდება ელექტროენერგიის ექსპორტის შემცირების ტენდენციაც და ეს მაჩვენებელი ივნისში 35%-ით იყო შემცირებული. რა ტენდენციები ელექტროენერგიის ბაზარზე და რა განაპირობებს ელექტროენერგიის გამომუშავების კლებას. დეტალებს თუმცა შუბაშვილის სიუჟეტში გიყვებით. წლის პირველ ნახევარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება კლების ტენდენციას აჩვენებს. 6 თვეში გენერაციის ობიექტებმა ჯამურად 6626 გიგავატ-საათის ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წლიურად თითქმის 10%-იანი კლებაა. უშუალოდ ივნისში კი ეს მაჩვენებელი 11.2%-ით იყო შემცირებული. გასულ თვეს ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება 2024 წლის ივნისთან შედარებით 12%-ით იყო შემცირებული. TBC კაპიტალში გენერაციის ობიექტების მიერ გამომუშავების კლების რამდენიმე მიზეზს გამოყოფენ, მათ შორის ელექტროენერგიის ექსპორტის შემცირებას და ბოლო თვეებში მოთხოვნის შედარებით შენელებას. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ექსპორტზე, საგარეო მოთხოვნა შემცირდა, აღარ იყო საჭირო იმ მასშტაბის გენერაცია, რაც გასულ წლებში იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს 10%-იანი კლება გენერაციაში მეტნაკლებად გამოწვეული იყო შემცირებული ექსპორტით. მოხმარების კუთხით რომ გადავიდეთ, ორმაგი ეფექტი არის რეალურად გენერაციაზე, როგორც საგარეო მოთხოვნის შემცირება, ისე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილობრივი მოთხოვნის შემცირებამაც იმოქმედა. ივნის თუ შევხედავთ, რომ რეალურად ერთადერთი ზრდა, სადაც იყო წლიურად, იყო პირდაპირი მომხმარებლების კუთხით, ეს იყო დაახლოებით 2%-იანი ზრდა წლიური, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი. დანარჩენ შემთხვევაში, ეს არის საცალო მომხმარებლები და აფხაზეთის მოხმარება, ეს სამი ძირითადი კატეგორია, რაც გვაქვს, კლება იყო ორივეგან დაფიქსირებული. ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების კლება ნაკლებად სახარბიელო ჰიდროლოგიურ პირობებს უკავშირდება. ამის შესახებ სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს. Energy Solutions მმართველი პარტნიორი გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტორს ემატება ის გარემოებაც, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში ახალი გენერაციის ობიექტები ნაკლებად შენდება. გიორგი აბრამიშვილის თქმით, თურქეთში მოთხოვნის კლებასთან ერთად შემცირებული გამომუშავება ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რის გამოც წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მიმართულებით კლება მაისის შემდეგ ივნისშიც დაფიქსირდა და გასულ თვეს საქართველოდან ექსპორტზე სულ 235 გიგავატ-საათის ელექტროენერგია გავიდა, რაც წლიურად 35%-იანი კლებაა. ჰიდროლოგიურად არის ესე ვთქვათ მშრალი წელი, ნაკლებ-ნალექი მოდის ცოტა და აქედან გამომდინარე, უბრალოდ გვაქვს ესეთი მაჩვენებელი, რომ ყველა ჰიდროელექტროსადგურს დაახლოებით მაგ რეინჯში 10%-ით ნაკლები გამომუშავება აქვს შაშანდა წელთან შეფარდებით რა. მეორეს რა თქმა უნდა, ხე ის ისევ რჩება პრობლემა, რომ ძალიან ცოტა ახალი გენერაციის ობიექტები შედის ექსპლუატაციაში, ახალი გენერაციის ობიექტი არ დამატებულა ფაქტიურად. წელს არაფერი ჩვენ ელექტროსისტემას. ეს თუ აღინიშნოს, რომ ფასიც უფრო დაბალი იყო თურქეთის ბაზარზე, მომხიბლელობა დაკარგა ვიდრე თქვა შაშანწინ. მაგრამ მიუხედავად ამისა, კომპანიები, მათ შორის ჩვენი კომპანიები ცდილობდნენ და გაქონდა ჩვენი ელექტროენერგია თურქეთში, მაგრამ იყო გარკვეული შეზღუდვები, იმიტომ რომ ქვეყანაში მოგეთ დეფიციტმა გაიზარდა.
რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, ქვეყანაში ივნისში ელექტროენერგიის მოხმარებამ 3.9%-ით იკლო. 6 თვეში კი მცირედი 2.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გასულ თვეს მოხმარების შემცირების მიზეზი საცალო მომხმარებლების მიმართულებით კლება იყო. მსხვილ მომხმარებლებში, ანუ ბიზნესში კი მცირედი 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. როგორც ელექტროენერგიის კვალიფიციურ მომხმარებელთა ასოციაციაში განმარტავენ, ზაფხულის პერიოდში მსხვილ საწარმოებს, მათ შორის სფეროშენადნობების მწარმოებლებს შედარებით იაფ ელექტროენერგიაზე წვდომა გაუჩნდათ, რამაც ამ მიმართულებით ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შედარებით დაასტაბილურა. თუმცა ასოციაციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის მდგრადი მოხმარების უზრუნველსაყოფად მხოლოდ ეს ნაბიჯი საკმარისი არ იქნება. არის რეგულირებადი ჰიდროელექტროსადგურები, რომელთაც გააჩნიათ ფიქსირებული ტარიფი და ამ ჰიდროელექტროსადგურებზე მიეცათ წვდომა ამ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რის ხარჯზეც მოხდა მათთვის ელექტროენერგიის საფასურის გაიაფება. ეს ძალიან სწორი და მიზანმიმართული ნაბიჯი გახდათ ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან. ამ პროგრამამ მოიტანა 1500 სამუშაო ადგილის უზრუნველყოფა, ამ პროგრამამ მოიტანა რამოდენიმე ათეული მილიონი დოლარის ექსპორტის საშუალება ქვეყნიდან, ანუ გაიზარდა ექსპორტი და რაც თავარია, გაიზარდა ქვეყანაში ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის მოხმარების მდგრადობა. არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არ ვიყოთ დამოკიდებული ისეთ ბაზრებზე და ისეთ გარემოებებზე, რომელიც მოკლებულია ჩვენსავე კონტროლს. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თვითონ ქვეყნის შიგნით გავზარდოთ ის მოხმარება ადეკვატურ დონეზე, რომ შევძლოთ საკუთარი გენერაციის სრულად უტილიზაცია, ანუ მოხმარება იყოს ადეკვატური გენერაციისა. მართალია, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება შედარებით ნელი ტემპებით იზრდება, თუმცა ახალი გენერაციის ობიექტების, პირველ რიგში კი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაჩქარება აუცილებელია. ასეთია თავად გენერაციის ობიექტების წარმომადგენლების პოზიცია. მოხმარების და იყო დაახლოებით 5%-ის რა, დაახლოებით. ხო, ეხანოა ჩამოვიდა ჯერჯერობით 3.5%-ზე, რაღაცა მომენტში იყო გაზრდილი 6.5%-ზე. მოდით ეს 5% რა ვიღოთ, ანუ იგივენაირად 5% თუ არ დაემატა ყოველ წელს გენერაცია, შესაბამისად რაც ვთქვით ეს განსხვავება გაიზრდება. და არც ერთი წელი არ ყოფილა, რომ იმდენივე გაზრდილი იყოს, შემოსული იყოს ახალი გენერაციის ობიექტები, რამდენითაც მოხმარებამ გაიზარდა. ანუ ყოველ წელს ახლა ზოგ წელს ასე ვთქვათ, ბევრი და ზოგ წელს ნაკლებიც, მაგრამ ეს განსხვავება გენერაციასა და საკუთარ გენერაციასა და მოხმარებას შორის იზრდება და შესაბამისად ჩვენ ამას ვავსებთ ხოლმე იმპორტით. სხვა წყარო არ აქვს. ანუ ენერგოდამოკიდებულება იზრდება, შესაბამისად, რა ვიცი მე, ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკები იქნება თუ ფინანსური რისკებიც ქვეყანაში იზრდება, სანამ არ შევძლებთ, რომ ჩვენ უფრო მეტი გენერაციის ობიექტები ავაშენოთ, ვიდრე საკუთარი მოხმარების დაგვექმნება. TBC კაპიტალის პროგნოზით წელს საცალო და პირდაპირი მომხმარებლების მიმართულებით ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტემპი 4-5%-ის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება ექსპორტის საპროგნოზო მოცულობებს, ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით წელს საქართველოდან დაახლოებით 766 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია გავა ექსპორტზე, რაც ჩამორჩება გასული წლის მონაცემებს, როდესაც საქართველომ საზღვარგარეთ მილიარდ კილოვატ-საათზე მეტი მოცულობის ელექტროენერგია გაყიდა. 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 34 მილიონი დოლარის ღირებულების კონდიციონერების იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8 მილიონ 200.000 დოლარით, ანუ 32%-ით მეტია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ გასულ წელს საქართველოში სულ 43 მილიონ 800.000 დოლარის 208.000 ერთეული კონდიციონერის იმპორტი მოხდა. შესაბამისად, ერთი კონდიციონერის ფასი იმპორტის გაფორმებისას 210 დოლარი იყო, ანუ 570 ლარი, რასაც თავის მხრივ დაღიგეს 18% ემატება და შედეგად საქართველოში კონდიციონერების ღირებულება იმპორტისას საშუალოდ 673 ლარია. სტატისტიკის მიხედვით საქართველოში წლიდან წლამდე კონდიციონერების იმპორტი არის მზარდი. 2021 წელს ქვეყანამ 11 მილიონი დოლარის 45.000 ცალი კონდიციონერი შეიძინა. 2022-ში ეს რიცხვი 27 მილიონი დოლარამდე და 97.000 მოწყობილობამდე გაიზარდა. 2023-ში 32 მილიონ 800.000 დოლარამდე და 146.000 მოწყობილობამდე. 2024-ში 43 მილიონ 800.000 დოლარამდე და 208.000 მოწყობილობამდე.
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 7 მილიონი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონების იმპორტი განახორციელა. იმპორტის ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 300,000 დოლარით, ანუ 3%-ით ნაკლებია. საქსტატის ინფორმაციით 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ყველაზე მეტი 62,700,000 დოლარის მობილური ტელეფონები კვლავ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შეიძინა, რაც თავის მხრივ მსოფლიოში ტელეფონების რეექსპორტის ერთ-ერთ უმსხვილეს ცენტრს წარმოადგენს. მეორე ადგილზე 21,400,000 დოლარის ჩეხეთია, რაც ასევე ტელეფონების რეიმპორტს წარმოადგენდა. მესამე პოზიციას კი 13 მილიონი დოლარით ვიეტნამი იკამებს. პირდაპირ ჩინეთიდან იმპორტი 4,100,000 დოლარს, ჰონკონგიდან კი 3 მილიონ დოლარს შეადგენდა. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება, რომ ტელეფონების იმპორტი შემცირდა 2024 წელსაც. თუკი 2023 წელს ქვეყანა 285 მილიონი დოლარის 878,000 ცალი ტელეფონი იყიდა, შარშანის მაჩვენებელი 252 მილიონ დოლარამდე და 828,000 ტელეფონამდე შემცირდა. არსებული მონაცემებით საქართველოში იმპორტირებული ერთი ტელეფონის საშუალო ღირებულება 304 დოლარია, ანუ ლარებში 824 ლარი. ამას თავის მხრივ ემატება DGG-ს 18%, რის შედეგადაც ერთი ტელეფონის იმპორტის საშუალო ღირებულება 973 ლარს აღწევს. შესაბამისად, ბაზარზე ერთი ახალი ტელეფონის საშუალო საიმპორტო ფასი დაახლოებით 1000 ლარია. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, რომლის მიზანიც არის ქუთაისის ტექნოპარკისთვის მაღალტექნოლოგიური რობოტული მოწყობილობების შეძენა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 71,800 ლარია და მოიცავს ჰუმანოიდ რობოტებს, რობოტ ძაღლებს და სხვადასხვა ტიპის რობოტულ მკლავებს. ტენდერის ტექნიკური დავალების მიხედვით კი მოწოდებული უნდა იყოს ორი ერთეული ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც აღჭურვილი არის 8 ბირთვიანი CPU-ით, სიღრმის კამერით, 3D ლაზერული რადარით და NVIDIA Jetson Orionis გამოთვლითი მოდულით, არა უმეტეს 35 კილოგრამის. ასევე ორი ერთეული რობოტი ძაღლი, რომელიც მოძრაობის ფართო სპექტრის უნარებით იქნება ემოციების იმიტაციის შესაძლებლობით, რეალურ დროში ხმის ამოცნობით და 4G კამერის მოდულით, არა უმეტეს 15 კილოგრამისა. ორი ერთეული სერვო მკლავი, მცირე ტვირთამწეობით, Wi-Fi-ის კავშირით და 4-ფეხა რობოტთან თავსებადობით. ასევე 4 ერთეული რობოტული მკლავი, ორი განსხვავებული მოდელის, ერთის ტვირთამწეობა 3-5 კილოგრამამდე შუალედში, მეორის კი მხოლოდ 300 გრამი. ორივე სისტემას აქვს მაღალი სიზუსტე და დამატებითი სენსორები, როგორიც არის შეჯახების დეტექცია, პოზიციის სენსორი და ასე შემდეგ. მოწყობილობების მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ქუთაისში ან თბილისში. ყველა მოწყობილობას უნდა მოჰყვებოდეს სრული ტექნიკური დოკუმენტაცია და სახელმძღვანელო, ლიცენზირებული ოპერაციული სისტემა და SDK API მინიმუმ 6 თვიანი ტექნიკური მხარდაჭერი და ერთი სამუშაო დღიანი ტრენინგი ადგილზე და ან დისტანციურად. ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს ასევე უნდა ჰქონდეთ ბოლო 4 წლის განმავლობაში შესრულებული მინიმუმ ერთი მსგავსი სირთულის და ტექნოლოგიური კომპლექსურობის მქონე პროექტი. ეს შეიძლება მოიცავდეს რობოტულ სისტემებს, ლაბორატორიულ მოწყობილობებს, სამედიცინო ან ინდუსტრიულ ტექნიკას და სხვა კომპლექსურ ტექნოლოგიებს. შემსყიდველმა შესაძლოა გასცეს ავანსი ხელშეკრულების ღირებულების 50%-ის ფარგლებში, თუმცა ეს მოითხოვს წინასწარი გადახდის იდენტური ოდენობის უპირობო, გამოუხმობადი საბანკო ან სადაზღვეო გარანტიების წარმოდგენას. კულა ბიოწარმოების განვითარებაში 3 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს ამ წლის დასაწყისში კომპანიამ დაბა აქარაში მდებარე ჰიპის ქარხანა შეიძინა. კომპანიის დირექტორმა ვანო გოგლიძემ საქმენდილას ეთერში თქვა, რომ ჯამური ინვესტიცია 3 მილიონი евро იქნება და მისივე განცხადებით ქარხნის სრულად გადაიარაღებას წლის ბოლომდე უზრუნველყოფენ, რის შემდეგაც კულა ბიოწარმოების გაზრდას გეგმავს. კომპანია კულა ამ დროისათვის წარმოებული პროდუქციის ექსპორტს 30 ქვეყანაში ახორციელებს, მათგან ევროპის წილი თითქმის ნახევარია. მართლაც აპრილის ბოლოს ჩვენ შევიძინეთ ხიპის ქარხანა, რომელიც მდებარეობდა დაბა აგარაში. ამ ქარხანაში განხორციელდა 1,5 მილიონის ინვესტიცია და ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება შვეიცარიულ კომპანიებთან, რომ შევიძინოთ მათი დანადგრები. ალბათ აგვისტოს ბოლოსთვის ეს დანადგრები ჩამოვა უკვე საქართველოში და შევეცდებით, რომ უკვე წელს გაუშვათ წარმოება. თორა და 2026 წელს მთლიანად გაეშვება ეს ახალი წარმოება. ამ წარმოება ძირითადად გაკეთებული იქნება უკვე ევროსტანდარტებით იმ მონაცემებით, ამონაცემებსაც ითხოვს როგორც ამერიკა, ასევე ევროპა და გვექნება როგორც ბიოწვენები, საბოლოო ჯამში ინვესტიცია ალბათ 3 მილიონ ევროზე ავალთ.
Fitch-მა სომხეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB- დონეზე შეინარჩუნა. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად დადებითი მაკროეკონომიკური ტენდენციებისა, გარკვეული სტრუქტურული და გეოპოლიტიკური რისკები კვლავაც ზღუდავს რეიტინგის გაუმჯობესების შესაძლებლობას. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა აზერბაიჯანის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BA1 დონიდან 1 საფეხურით BAA3 დონემდე გაზარდა, რითიც აზერბაიჯანმა Moody's-ის საინვესტიციო კატეგორიის რეიტინგი მიიღო. BAA3 დონემდე ყველა შეფასება არასაინვესტიციო კატეგორიის რეიტინგია. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ევროკავშირს მოუწოდებს მოძველებული პოლიტიკური შეხედულებები დაივიწყოს და ანკარასთან გაწევრებაზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ განაახლოს. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 23 ივლისს სტამბოლში გაიმართება. უკრაინის მხრიდან დელეგაციას ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა აზერბაიჯანის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა. ქვეყნის სუვერენული რეიტინგი, რომელიც აქამდე BA1 დონეზე იყო, 1 საფეხურით BA3 დონემდე გაიზარდა, რითაც აზერბაიჯანმა Moody's-ის საინვესტიციო კატეგორიის რეიტინგი მოიპოვა, რადგან BAA3 დონემდე ყველა შეფასება არასაინვესტიციო კატეგორიის რეიტინგია. რომ შევადაროთ, ამჟამად საქართველოს აზერბაიჯანზე 2 საფეხურით უფრო დაბალი BA2 საკრედიტო რეიტინგი აქვს Moody's-ისგან მინიჭებული. კიდევ უფრო დაბალი BA3-ის რეიტინგი აქვს სომხეთს. Moody's-ის მიხედვით აზერბაიჯანის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ამაღლება ასახავს მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, ფისკალურ დისციპლინაზე და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაზე მიმართულ პროგრესს. Moody's-ი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი უკეთ უმკლავდება გარეშ შოკებს და ნავთობის ფასების რყევებს. პოზიტიური ტენდენციები ასევე ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიმართულებით, განსაკუთრებით ტრანსპორტის და განახლებადი ენერგიის მიმართულებით. Moody's-მა ანალოგიური გადაწყვეტილება აზერბაიჯანის სახელმწიფო კორპორაციების სოკარის და სამხრეთის გაზის დერეფნის კომპანიების მიმართაც მიიღო. Moody's-ი ინარჩუნებს აზერბაიჯანისთვის პოზიტიურ პროგნოზს, რაც ნიშნავს, რომ რეიტინგი შესაძლოა მომავალშიც გაიზარდოს. სააგენტოს შეფასებით, თუ რეფორმები გაგრძელდება და შედეგიანი იქნება, ეს შეამცირებს ეკონომიკის და ბიუჯეტის დამოკიდებულებას ნავთობზე და გააუმჯობესებს მმართველობის ხარისხს. Moody's-ი ასევე მიუთითებს რამდენიმე რისკზე, რაც რეიტინგის შემდგომ გაუმჯობესებას აფერხებს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ გამოწვევად რჩება. გეოპოლიტიკური რისკები პირველ რიგში სომხეთთან არსებული დაძაბულობის კონტექსტში. კლიმატის ცვლილება და გლობალური ნახშირწყალბადების მოთხოვნის შემცირება გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შეიძლება იყოს საფრთხე ქვეყნის შემოსავლიანობისათვის. აზერბაიჯანთან მიმართებით კი Moody's-ი პოზიტიურ ფაქტორად აღნიშნავს ვალის დაბალ დონეს, რადგან საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 17.8%-ია, მიმდინარე წელს ქვეყანაში 3.9%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობენ. გასულ წელს რეალური ზრდა 4.1% იყო. SOFAS-ი, ანუ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდი აზერბაიჯანის ერთ-ერთი სტრატეგიული კომპანია, რომელიც ვალდებული აზერბაიჯანის მიერ ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული მოგება წარმატებულ საინვესტიციო პროექტებში დააბანდოს. არსებული მდგომარეობით ფონდის აქტივების ზომა $62 მილიარდ 700 მილიონ დოლარს აღემატება, საიდანაც $18 მილიარდი ოქროს რეზერვებზე მოდის, რომელთა მოცულობაც 165.3 ტონა. რომ შევადაროთ, საქართველოს ოქროს რეზერვები 24-ჯერ მცირეა და 7 ტონას შეადგენს. SOFAS-ის ფინანსური ანგარიშის მიხედვით 2023 წლის შემდეგ SOFAS-მა განსაზღვრა, რომ მისი აქტივების 25% შეიძლება იყოს ოქროში ინვესტირებული. 2023 წლის ბოლოსთვის ფონდის საკუთრებაში არსებული ოქრო 11 მილიარდ 400 მილიონ მანატს, ანუ 6 მილიარდ 800 მილიონ დოლარს შეადგენს. მას შემდეგ 2024 წელს SOFAS-მა 3 მილიარდ 600 მილიონი დოლარი დახარჯა ოქროს რეზერვების შევსებაზე, ხოლო 2024 და 2025 წლებში ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდა და შედეგად ფონდის საკუთრებაში არსებული ოქროს რეზერვების ღირებულება $18 მილიარდ მიაღწია. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანია SOCAR-მა 2024 წელს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ჯგუფის შემოსავლებმა 84 მილიარდ 700 მილიონი მანათი, ანუ 50 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს თანხა ფაქტობრივად 2023 წლის შემოსავლების ანალოგიური იყო, თუმცა გაუმჯობესებული არის ჯგუფის მოგების მაჩვენებელი. 2023 წელს არსებული მილიარდ 200 მილიონი დოლარიდან 1.5 მილიარდ დოლარამდე. კონკრეტული სეგმენტების მიხედვით SOCAR-ის შემოსავლების ნახევარზე მეტი გასულ წელს ნედლი ნავთობის
გაყიდვებიდან ფორმირდებოდა, რაც ძირითადად ბაქო-თბილისი ჯეიჰანით გატარებული ნავთობის რეალიზაციას უკავშირდება. ნედლი ნავთობიდან ჯგუფმა 47 მილიარდ 300 მილიონი მანათის, ანუ 27 მილიარდ 800 მილიონი დოლარის შემოსავლები მიიღო. ქვეყნების მიხედვით სოკარის შემოსავლებით პირველ ადგილზე შვეიცარია 31 მილიარდ 700 მილიონი დოლარით, მას მოჰყვება თურქეთი 5 მილიარდ 700 მილიონით, არაბთა გაერთიანებული საამიროები 5 მილიარდ 200 მილიონი დოლარით, აზერბაიჯანი 4 მილიარდ 800 მილიონი დოლარით, საქართველო 900 მილიონი დოლარით, შემოსავალი აქ უცვლელი არის წლების მიხედვით, სხვა ქვეყნები კი 1,9 მილიარდი დოლარი ჯამურად. სოკარის აქტივების ზომა 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით 55 მილიარდ 700 მილიონი დოლარი იყო, კომპანიის ვალდებულებები კი 27 მილიარდი დოლარი. გასულ წელს სოკარმა მთლიანობაში 5 მილიარდ 300 მილიონი დოლარის ახალი ვალდებულებები აიღო, რაც გრძელვადიანი სესხების აღებასთან იყო დაკავშირებული. პოლონეთის მთავარმა ნავთობმოპოვებელმა კომპანია სეპმა ბალტიის ზღვაში ერთ-ერთი საპორტო ქალაქიდან 6 კილომეტრში ნავთობის და გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა. სეპის მონაცემებით ამ მონაკვეთში 22 მილიონი ტონა ნავთობის და 5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოპოვებაა შესაძლებელი. მსგავსი მასშტაბის საბადო ევროპაში დიდი ხანია არ აღმოუჩენიათ. სეპის მიგნება პოლონეთს ენერგოდამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქცევს. ამჟამად ქვეყანა ენერგოპროდუქტების 45%-ს უცხოეთიდან იღებს. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გელოდებათ, რომელსაც გიორგი არონია და გიორგი თოლორდავა გაუწყობიან. ჩვენ ერთმანეთს სხვა შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამო 7 საათზე დროებით.